სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა სინდისის პატიმრების საქმეების განხილვა. იმსჯელეს პროევროპულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული სინდისის 11 პატიმრის საქმეზე. სხდომაზე გამოიკვლიეს ვიდეო მტკიცებულებები, მანამდე კი დაიკითხა 3 მოწმე. პირველად გამოკითხეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩეოდა დღეს სინდისის კიდევ ერთი პატიმრის გიორგი ახობაძის საქმის ახალი მოსამართლე. რომეო ტყეშელაშვილმა დარბაზში დამსწრეთა ნაწილი ფეხზე არ წამოდგომის გამო გაყარა დარბაზიდან. ასევე 200 ლარი დააჯარიმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და კიდევ ერთი მოქალაქე ნებართვის გარეშე დაჯდომის გამო. ლიზი ვეკუ ადევნებს თვალს ამ სხდომებს, ის მოგვიყვება რა თქვეს სხდომაზე გამოკითხულმა სპეცრაზმელებმა. დიახსოფა 4 საათზე დიდხანს მიმდინარეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის 11 პატიმრის საქმე და დღეს ჯგუფური ძალადობის საქმეზე პირველად გამოიკითხა სპეცრაზმელი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ნუგზარ მირიანაშვილი, რომელმაც გაიხსენა ის მოვლენები, როგორც მიმდინარეობდა 30 ნოემბერს. ის ამბობს, რომ 30 ნოემბერს მივიდა რუსთაველის გამზირზე და ამ დროს პიროტექნიკით დაზიანება მიიღო, რამაც რის გამოც ის შემდეგ გადაყვანილი იყო უკვე სასწრაფო საავადმყოფოში და 2 კვირის განმავლობაში რეაბილიტაციის პროცესს გადიოდა. ადვოკატებმა დაუსვეს მას კითხვები, სთხოვეს ზუსტად გაეხსენებინა, ეცნობოდა თუ არა რომელიმე 11 პირიდან, რომელმაც მას ზიანი მიაყენა პიროტექნიკით ან სხვა რაიმე საგნით, თუმცა სპეცრაზმელმა ახსენა, რომ ის ვერცერთს ვერ ცნობდა ამ 11 პირიდან და შეუძლებელი იყო, რომ ეთქვა ან ხელი დაედო რომელიმე მათგანისთვის, თუმცა თქვა ისიც, რომ იმ შემთხვევაში თუ მათი ბრალეულობა დადასტურდებოდა, ამასთან დაკავშირებით მას პრეტენზია არ ექნებოდა. ადვოკატებმა კითხვები დაუსვეს მას სხვადასხვა გარემოებებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მისმა ჩვენებამ კიდევ უფრო კარგად აჩვენა, რომ სინდისის პატიმრების საქმეში ნაარდევს არანაირი მტკიცებულება, რადგან ადვოკატის კითხვაზე შეძლებდა თუ არა სპეცრაზმელი საკუთარი თავის ამოცნობას ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევის ფარგლებში, მათ თქო, რომ ის საკუთარ თავსაც კი ვერ ამოიცნობდა. სწორედ ამ ყველაფრის საფუძველზე ადვოკატების შეფასებით ეს პროცესი არის პოლიტიკურად მოტივირებული და რეალურად შეკერილი ასაქმეები, რადგან სპეცრაზმელები და ის მოწმეები, რომლებიც იკითხებიან, ამ ყველაფერს ცხადყოფენ. ბრალდებულებს არ ვიცნობ, არც ერთის მიმართ პრეტენზია არ გამაჩნდა, ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარყოფ, რომ მათი ნასროლი პიროტექნიკისგან დავზიანდი. თუ გამოვლინდა, რომ ძალადობრივ ქმედებაში მიიღეს მონაწილეობა, უნდა დაისაჯო. რა თქმა უნდა, ვერავის ვერ დავინახავდი, იყო სიბნელე, მეორეც ერთი იყო ლაზერების მონათება. სახის არეში გვანათებდნენ მომიტინგეები. მეორე ის იყო, რომ ჩვენ გვიკეთია აერწინახი და არის ჩაფხუტის პლასმასი და მხედველობის არე შეზღუდულია. ნაკლები განათება იყო და ყოველი ფოიერვერკის აფეთქების შემდეგ რთული იყო გარჩევა ყველასი. 30 ნოემბერს მივედი საღამოს 9:30-ზე და სადღაც 2 საათისთვის საავადმყოფოში გადამიყვანეს. ფეხზე მივიღე დაზიანება, წყალსასროლი მანქანის გვერდით ვიდექით და მოგვიწია მის წინ ჩადგომა. 4-5 ადამიანი ჩვენი თანამშრომელი გამოვიდა მწყობრიდან. პიროტექნიკის შედეგი იყო და ჩავანაცვლეთ. სადღაც საათში დაიწყო ინტენსიური სროლა. ვეღარ გაგვეგო, ფარი ზევით აგვეწია თუ სად წაგვეღო. პიროტექნიკა მარჯვენა ტერფის არეში ამიფეთქდა. დავკარგე მგრძნობელობა და ჩემმა ხელმძღვანელმა გადამიყვანა სასწრაფოს მანქანასთან. სანამ წამიყვანდნენ მოიყვანეს ჩემზე უფრო დაშავებული პიროვნება. ღია ჭრილობა ქონდა გამომწვარი, დამწვარი და სასწრაფო მათი გადაყვანა გადაწყვიტა. მე მესამე მანქანამ წამიყვანა. კავკასიის მედიცინის ცენტრში გამიწიეს დახმარება. 1 საათი ვიყავი იქ და 2 კვირა მომიწია რეაბილიტაცია. ახლა რომ ვიდეოები გაჩვენოთ, საკუთარ თავს ამოიცნობთ? ვერა. საბოლოო ჯამში მათი პასუხი არის ის, რომ არ შეუძლიათ ამოიცნონ ეს პიროვნებები და მათ შორის დარბაზში ყოფ პირები არ არიან ეს პიროვნებები და ამით ტოვებენ. ის თუ რაღაც დაზიანება მიიღო აქციაზე, ეს ჩემს დაცვის ქვეშ ყოფთან საერთოდ რა კავშირში არის და რა მიზეზობრივი შედეგი არის, ამას თვითონ დაზარალებულები ვერ ადასტურებენ. ძირითადი ხაზი ბრალდების ხარის არის ის, რომ მოყავს ადამიანები გაურკვეველი სამედიცინო დოკუმენტაციით, რომლებიც უბრალოდ მეუთითებენ, რომ მათ კონკრეტულ რიცხვში დაზიანება მიიღეს. თითოეული მათგანი, ვინც მოვიდა დღემდე, აფიქსირებს, რომ მათ არც კი ჰქონიათ სურვილი იმისა, რომ გასცემოდა საქმის მასალებს. ანუ ადამიანი, რომელიც მოდის და გვაჯერებს, რომ აქვს პრეტენზია კონკრეტული პიროვნებების მიმართ და ასევე გვაჯერებს, რომ ინტერესი აქვს საქმის მიმართ, ამბობს, რომ არც ერთ დოკუმენტს, არც ერთ ვიდეოს არ ეცნობა გამოძიების ფარგლებში, არც დღეს იცნობს არც ერთ მათგანს, თუმცა პრეტენზია აქვს. შესაბამისად,
ცალსახად დღეს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გედერის თანამშრომლმა ისიც თქვა, რომ აი თქვენ ახლაც ჩამერთვათო ვიდეო, მე საკუთარ თავს ვერ ამოვიცნობ, აქ როგორ შეიძლება ამ ადამიანმა ვინმე ამოიცნოს საერთოდ, როდესაც საკუთარ თავსაც ვერ ამოიცნობს. აქედან გამომდინარე, ეს ცალსახად მიუთითებს კიდევ ერთხელ პოლიტიკურ мотивაციას, რომელიც არის ამ საქმეზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დაზარალებულად წოდებული პიროვნებები არანაირ კავშირში არ არიან სინდისის პატიმრებთან. სინდისის 11 პატიმრის პროცესის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა გიორგი ახობაძის სასამართლოს ხდომაც და დღევანდელი დღე იყო გამორჩეული, რადგან გიორგი ახობაძის საქმე დაეწერა ახალ მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, რომელმაც პირველივე ხდომაზე 200 ლარით დააჯარიმა. ხდომაში მყოფი ორი მოქალაქე, ერთი იყო რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი და გიორგი ახობაძის მეგობარი სალომე შულაია. მიზეზი მათი დაჯარიმებისა და მასი დასაცირებისა გახდა ის, რომ რომეო ტყეშელაშვილის მტკიცებით, მაშინ, როდესაც ის დარბაზში შემოვიდა, რაღაც ნაწილი დარბაზის არ წამოუდგა ფეხზე და ამ ადამიანებს დაატოვებინა დარბაზი და ეს ორი ადამიანი შემდეგ უკვე დააჯარიმა. რაც შეეხება თავად საქმეს და ახალ მოსამართლეს, ჩვენთან საუბრისას უფლებადამცველი გიორგი ახობაძის უფლებადამცველი ამბობს, რომ საქმე უკვე დასკვნით ეტაპზე მიდის, შესაბამისად არაფერი არ შეიცვლება, რადგან გადაწყვეტილება უკვე ნათლად ჩანს, რომ მიღებული არის ამ ბოლო პროცესების გათვალისწინებითაც, რაც შეეხება საქმეში არსებულ ვიდეო მტკიცებულებებსა და სხვა მტკიცებულებებს უკვე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულებულია. შემდეგის ხდომიდან უნდა ვიხილოთ დაცვის მხარის მტკიცებულებები და 22 ივლისს ასევე გიორგი ახობაძის სასამართლოს ხდომის საბოლოო თარიღი არის ჩანიშნული, სადაც უნდა გავიგოთ თუ რამდენი წლით დაიშჩება გიორგი ახობაძე პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის. მას ედავებიან დიდი ოდენობის ნარკოტიკების შეძენა შენახვას და 8-დან 20 წლამდე ანუადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მოსამართლეს შეეძლო გაცილებით უფრო ჰუმანური ყოფილიყო დამწრე პირთა მიმართ და არ გამოეყენებინა ესეთი უკიდურესი ზომა, დასჯის ზომა, როგორც არის მაგალითად 200 ლარიანი ჯარიმა. ეს მესმის, რომ მოსამართლის გადასაწყვეტი იყო, თუმცა ჩემი შეფასება იქნება მხოლოდ მის გამოყენებული, ესე ვთქვათ, სანქციის ჰუმანურობასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანი ექსპერტიზა დავურთეთ 239 მუხლიდან გამომდინარე, დაცვის მხარემ საქმეს მოვისმინეთ დღეს პროკურორის პოზიცია, იგი არ ეთანხმებოდა ჩვენ მიერ მოპოვებული ექსპერტიზის დასაშვებაცნობას, თუმცა მოსამართლემ გაიზიარა ჩვენი დასაბუთებული პოზიცია ბიოლოგიური ექსპერტიზის საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დანიშნვასთან დაკავშირებით და ჩვენი ექსპერტიზა უკვე საქმეს დაერთო, რომლის მიხედვითაც დასტურდება ის, რომ გიორგის ეს ვთქვათ ეგრეთ წოდებულ ჩადებულ ნარკოტიკზე ამოღებულ მასალაზე, კონკრეტულად ბიოლოგიური მასალა დადგინდა, რომ იყო ნერწყვი და ამასთან დაკავშირებით უკვე დავკითხავთ ექსპერტებს და კონკრეტულად პოზიციას დასაბუთებას უკვე ექსპერტებისგან მოვისმენთ. რატომღაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და საკმაოდ შემჭიდროებული გრაფიკი და განრიგი შემოგთავაზა, ასევე არ გაითვალისწინა გიორგის თხოვნა დილით ადრე პროცესების არ ჩანიშნვასთან დაკავშირებით. ძალიან კარგად მოგეხსენებათ გიორგის ტრავმა აქვს ფეხთან დაკავშირებით, კუნთებთან დაკავშირებით, ამიტომ ძალიან უჭირს პროცესებზე დილით ადრე გამოცხადება, ვინაიდან გაღვიძების შემდეგ ფაქტობრივად კუნთები ვერ არის იგივე მდგომარეობაში, როგორ მდგომარეობაშიც უნდა იყოს ბუნებრივად. სინდისის პატიმრების პროცესები თითქმის ყოველდღე არის ჩანიშნული თბილისის საქალაქო სასამართლოში. დღევანდელის მსგავსად სინდისის 11 პერის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა ხვალ 11 საათზე, ხოლო რაც შეეხება გიორგი ახობაძის სასამართლოს ხდომას, გიორგი ახობაძის ხდომაც ხვალ დილის 10 საათზეა ჩანიშნული.